მოვიდი სლოვაკეთის საგარეო პოლიტიკის ასოციაციასთან თანამშრომლობით და პროექტს აფინანსებს სლოვაკეთის დახმარების სააგენტო და ევროპის ფონდი. სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე ახლა მარიკა გაბრუნიასთან ერთად, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც მოგეხსენებათ, სამინისტრო სრულად უწევს კოორდინაციას DCFTA-ის ჯგუფით აღმოჩენილი ვალდებულებების განხორციელებას და დღეს ჩვენ შევეხებთ ისეთ მნიშვნელოვან თემას, როგორც არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. ამ კუთხით ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით და მადაპოლის მომხრედ თავისუფლად სავაჭრო სივრცის მიხედვით აღებულ ვალდებულებებს საკანონმდებლო და იმპლემენტაციის კუთხით და მოვისმენთ ჩვენი ექსპერტის ბატონი გიორგი თაფთაქიშვილის მიმოხილვას და რეკომენდაციებს ამ საკითხებთან დაკავშირებით. მარიკას ვთხოვთ ზოგადად ამ თემაზე უფრო მეტი ინფორმაცია მოვაწოდოთ და შემდეგ უკვე მოვისმენთ. მადლობა, მოგესალმებით. უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისათვის. როგორც უკვე მიშამაღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს DCFTA-ის განხორციელების კოორდინაციას ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად ჩემი დეპარტამენტი სწორედ ამ კოორდინაციაზე არის პასუხისმგებელი. ჩვენ მე დიდხანს არ შეგაწევთ თავს რას ვაკეთებთ ამ მიმართულებით. უბრალოდ მინდა აღნიშნო, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტიპის შეხვედრების ორგანიზება, სამოქალაქო საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, რა კეთდება ამ მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ტიპის დისკუსიები, სადაც სახელმწიფოს წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ერთად იკრიბებიან და მსჯელობენ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე. ჩვენ ყოველთვის დიდი გულისყურით ვეკიდებით ამ ტიპის შეხვედრებს და გაშგარებულ რეკომენდაციებს და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა მოვუხადო ევროკავშირს, სლოვაკეთის ფონდს, განვითარების ფონდს და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს ამ ღონისძიების ორგანიზებისათვის. ეს პირველი ღონისძიება არ არის, ჩვენ მანამდე რამდენიმე სხვა თემაც განვიხილეთ, ძალიან საინტერესო თემები იყო, საინტერესო რეკომენდაციები იყო მომზადებული და მე დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. დიდი მადლობა. Volodymyr Batonis რეკომენდაციების განხილვას მექნება, რომ ყველა თქვენგანი ჩაებმება ამ დისკუსიაში, იმიტომ რომ თქვენი მოსაზრებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. არა მარტო დავუშვათ, რომ ეს რეკომენდაციები მიზანი ამ რეკომენდაციების არის, რომ სწორედ საფუძველი შექმნას თემაზე დაიწყოს დისკუსია და თემის განხილვა. სწორედ ამიტომ მოხადული ვიქნები თუ თითოეული თქვენგანი გამოხატავს საკუთარ პოზიციას ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. ეს არის პირველი ვერსია და საჭიროების შემთხვევაში ამ რეკომენდაციების ჩასწორებაც შესაძლებელი არის, თუ თქვენ მხრიდან მოწოდებული იქნება არგუმენტირებული წინადადებები და შენიშვნები. დიდი მადლობა. და კიდევ ერთხელ მინდა წარმოვიდგინოთ ასევე ჩვენი ახალი ხელმძღვანელი ბატონი არჩილ გეგეშიძე, რომელიც გაუძღვება ჩვენს ფონდს ასე ვთქვათ მომავალში. მოგესალმებით ყველას და ველი პროექტებთან დავუშვათ. ასევე დიდი მადლობა. პირველში მადლობა შესაძლებლობის საკითხები თუმცა ალბათ შესავალი სახით უნდა ითქვას მაინც ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ასრულებასთან დაკავშირებით არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი ქვეყანაში. ის თაობაზე ჩვენ არაერთის საჯაროდ დისკუსიებში საერთაშორისო კომპანიებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საელჩოებთან ვითქვამთ და ალბათ დღეს ყველა თანხმდებით იმაზე, რომ ეს პროგრესი არსებობს, თუმცა ალბათ რაღაც ხარვეზებიც ვარ ამ პროცესში. დღეს ჩვენ ახალშობილები ამ ფორმატში ამ საკითხს
იყოს საკმაოდ, მაგრამ თავშივე ვიტყვი რომ ერთადერთი რაც მე ვიუხედავთ კანონური პრობლემის არსებობისა მაძლევს იმის საშუალებას უნდა ისწავლოთ განწყობილი ეს არის ის რომ სახელმწიფოს გააჩნია იმის რესურსი და კომპეტენცია აი სწორედ იმ პრობლემური საკითხითაც ძალიან ეფექტურად და სწრაფად დაკავდეს და ეს არ არის დაკავშირებული რაიმე თუ რა დამატებითი რესურსების მოზიდვასთან ან ამოსილების მიღებასთან და ასე შემდეგ. ამიტომ იმაშია რომ პრობლემა არის, თუმცა ის ამადულად გადაწყვეტადი. მე თქვენ ემართით, ну, ესეთი ბოდიშურტი ისე აღმოჩნდა რომ პრეზენტაცია კი არის სულენაზე, მაგრამ ჩვენ ქართულად ხო? ქართულ გავაკეთოთ პრეზენტაცია რა არის. თუმცა ბოდიშურტი მაგრამ პრეზენტაცია პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ რომ ორი მნიშვნელოვანი გარემოება ყოველწლიური მოცულობა ყალბი კონტრაფაქციული სახელმწიფოებისა შეადგენს 9 ტრილიონს. ну, აქვე უნდა აღინიშნოს ის რომ როგორც წესი ეს თანხები გამოიყენება ორგანიზებული დანაშაულის დასაფინანსებლად და მათ შორის ტერორიზმის დასაფინანსებლად. ეს ხაზგასასმელი იმდენად რამდენადაც მე ვხედავ ჩვენს ქვეყანაში რომ არ არსებობს იმის ადეკვატური აღქმა თუ რა საფრთხეს ატარებს, რომ ეს არ არის ვიღაცის მხოლოდ კერძო პრობლემა. რომ ეს არის სახელმწიფოების პრობლემა, რომ ეს თანხები შეიძლება მოხმარდეს ძალიან კონკრეტულ დანაშაულებულ საქმიანობას, რის გამოც ყველა სახელმწიფო აღიქვავს ასეთ ტიპის დანაშაულს, როგორც მის პირდაპირ პრობლემას და საფრთხის შემცვლას. სამწუხაროდ, საქართველოს ბაზართან მიმართებაში ოფიციალური კვლევები ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ალბათ თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც ამ სივრცეში ცხოვრობთ, ვართ მომხმარებლები, ალბათ ჩვენთვის ნათელია ის, რომ ძალიან ბევრი კატეგორიის ყალბის საქონელი საქართველოში დღეს სრულიად დაუფარავად და შეუზღუდავად აქვე არ მინდა ვთქვა რომ ეს არის სახელმწიფოს ბრალი ძალიან იმიტომ რომ როგორც ბოლო პერიოდის პრაქტიკა გვიჩვენა ის კომპანიები რომლებიც იჩენენ ინიციატივას აუცილებლად იღებენ ძალიან ხელშესახებ მიზეზებს. ამიტომ აი ამ მონაცემის გამოტანით მე არ მინდა რომ დარჩეს თავშესtildeება რომ ეს არის სახელმწიფოს ბრალია და მეტი არ აქვს. არა, პირველ რიგში როგორც წესი არის ხოლმე უფლების მფლობელების პასიურობით განპირობებული და ნუ იქ როცა მივალთ დაუშვათ საწჭირდება სახელმწიფოს დახმარება და შეიძლება ვერ ვიღებთ ადეკვატურად ამაზე ნუ ამას ეთქობა რომ მნიშვნელოვანი ნაწილი აპრეზენტაციას. რაც შეეხება საკანონმდებლო ბაზას. საკანონმდებლო ბაზა ჩვენთან ტრადიციულად საქართველოში ჩვენ საკანონმდებლო ბაზით ვიყავით ხოლმე ბევრი სხვა ქვეყანაში წინ, მაგრამ ჩვენი სუსტი წერტილი ყოველთვის იყო ასრულებული. ამიტომ ამ ნაწილში საკანონმდებლო ბაზის თვალსაზრისით დღეს ჩვენ გვაქვს შესაბამისი ნორმები სისხლის სამართლის კოდექსში, გვაქვს შესაბამისი ნორმები ადმინისტრაციულ სამართალდამხმარებლობა კოდექსში, გვაქვს სპეციალური კანონები, რომლებიც არეგულირებენ ინტელექტუალური სასწრაფის სხვადასხვა ობიექტს და ამ ობიექტებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობას. ну, ცხადია გვაქვს საპროცესო კანონმდებლობა, ალბათ ამას ხაზგასმა ჭირდება და შესაბამისად ყავს ორგანოები, რომლებიც არიან ამა თუ იმ ტიპის სამართლებრივი მონიზებების გატარებაზე გასულდებოდი, ხო? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ადმინისტრაციულ სადაც ყველაფერი წერილობს, ხედავთ ყველაფერი წესრიგშია, ადმინისტრაციულ სამართლებრივ წარმოებას კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება აწარმოებდეს ან შემოსავლების სამსახური, ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი გარკვეულად სახელმწიფოს შიგნით შეთანხმდა იმაზე, რომ მაინც შემოსავლების სამსახური იქნებოდა დაკავებული ასეთი ტიპის
და შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩემთვის არ არის ცნობილი ფაქტი, რომ როდესმე ჩარეულიყო, ან რაღაც გავსი საქმე წარმოებინა, რაც პრინციპში სახელმწიფოს დისკრეცია და მათი არჩევანი იყო ასეთი. და სწორედ აქ გვაქვს პრობლემა და მესამე, მოგეხსენებათ, რომ სამოქალაქო სამართალდამცველის თუ საქმე მიდის სამოქალაქო წარმოების წესი, აქ ერთობლივ განხილული ორგანო, კომპეტენტური ორგანო გახობს ჩვენი სასამართლო სისტემა და რასაკვირველია ძირითადად თბილისის სახალხო სასამართლო ზემოების დაწოვა. ყველაზე აქტუალური, როგორც ბოლო წლების პრაქტიკა გვაჩვენებს, აქტუალური არა მხოლოდ იმიტომ, რომ სასახლო ნიშნების მფლობელები იჩენენ უფრო მეტ ინტერესს, არამედ იმიტომ, რომ უფრო ხშირად დარღვევები ეხება სწორედ სასახლო ნიშნებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სასამართლო საქმეები და პრეცედენტები პატენტებთან, გამოგონებებთან დაკავშირებით იზრდებიან, მაინც ცენტრალური არის სასახლო ნიშანი, რაც განპირობებულია მოგახსენეთ იმითი, რომ საქართველოს ბაზარი არის საკმაოდ გაჯერებული კონტრაფაქციული საფორით, ამის გამო ძირითადი დარტყმა რასაკვირველია მოდის სასახლო ნიშნებზე, რომელზეც თქვენი ნებართვით იქნება ისეთი ფოკუსირებული შემდეგი მონაცემა. რამდენიმე საშუალებიდან მოგეხსენებათ ყველაზე ეფექტური გახლავთ ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლებრივი დევნა, იმიტომ რომ სამოქალაქო სამართლებრივი პროცედურები არის ძვირი, ხანგრძლივი და ეს ამ სიტყვა ხანგრძლივმა სამოქალაქო წარმოებასთან მიმართებაში განსაკუთრებული დაგროვა შეეძინა ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოს რეალობაში, როდესაც მაგალითად ინტელექტუალურ თბილისის სახალხო სასამართლოში შეიძლება ეს დეტალია, მაგრამ ალბათ იქნება საინტერესო თქვენთვის, ინტელექტუალურ საკუთრების საქმეთა განხილველი მხოლოდ 2 მოსამართლეა და საქმეთა რაოდენობის გამო მოსამართლე 2017 წლის იანვარში ნიშნავს საქმეს, რომელიც სასამართლოში შესულია 2015 წლის იანვარში. ანუ საქმის პირველ ჩანიშვნას სჭირდება დაახლოებით 2 წელი. ეს მე გეუბნებით აი მოსამართლის სიტყვებს, მე არ გეუბნებით რა. ანუ 2015-ში გადაწყვიტა, რომ 17-ში იქნება განხილვა. 2015 წლის შეტანილი სარჩელის პირველი განხილვა დავნიშნეო 2017 წლის იანვარშიო. რაც გრაფიკზე ვეკითხებოდით და ვეუბნებოდით, რომ ესე შორს არ დაგვინიშნოთ და ახლოს და როგორ დაგვინიშნო უფრო ახლოსო, როცა ეხაო აპრილამდე უკვე ყველა გრაფიკიო შევსებული მახვდა, მოკლედ აი მიპასუხა ის რაც გითხარით, რომ 2 წლის შეტანილი საქმე დანიშნა განსახილულად 2017 წელს. ამიტომ ხანგრძლივობამ ჩვენს რეალობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დაგროვა შეეძინა. თუმცა ეს არ არის სასაკურველი ერთ-ერთი მიზეზი, სახელმწიფოს ჩართულობა დარღვევის პრევენციის მიზნით და ზემოქმედების მიზნით ცხადია, რომ პრევენციას ახდენს უკეთესად, როდესაც პირი ეძლევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაში ან სისხლის სამართლებრივში, ხო ნაკლები ალბათობაა, რომ მას კიდევ მოუნდეს იგივე ეს ჩადენა. ვიდრე როცა არის სამოქალაქო სამართლებრივი, გება სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა, სადაც უამრავი გზა არსებობს კვალიფიციური სამართლებრივი გახმარება. თუ გაქვს რომ ბევრ ამას თავი არიდო ან განაგრძობს შვიდად იგივე საქმიანობა, όπως სხვა კომპანიით მაგალითად. ხო, და კომპანიის დარეგისტრირება შეეძლო მოგხსენებათ ძალიან მარტივი. ამიტომ ცხადია, რომ უფლებამფლობელების უდიდეს ნაწილს საერთოდ არ სურს გაიგო საუბარი სამოქალაქო წარმოებაზე სწორედ ამ მიზეზების გამო. ეხლა სად გადის ზღვარი ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ საქმის წარმოება შორის. ზღვარი არის მიბმული მხოლოდ რაოდენობებზე და დანაშაულის მასშტაბზე, სამართალდარღვევის მასშტაბზე. სისხლის სამართლებრივი საქმე შეიძლება აღიძრას იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაფაქციული საქმის ერთეული აღემატება 1000 წელს, ან კონტრაფაქციული საქმის ღირებულება აღემატება 5000 წელს. ანუ, როდესაც თქვენ ასე იფიქსირებთ ფაქტს, რომ თქვენ აწარმოებთ ან ყიდით, ან გასაყიდად მომზადებული გაქვთ. აი ამ პროცესშია საუბარი, ან 1000 წელზე მეტი, ან 5000 ლარზე მეტი ღირებულების, მხოლოდ ამ შემთხვევაში ფინანსური ეგრეთწოდებული ფინანსური პოლიცია უფლებამოსილია, რომ აღძრას სისხლის სამართლებრივი საქმე და გაატაროს შესაძლებელი. სულეთი ეს რა იქნება? დიახ, ის შეიძლება იყოს მობილური, შეიძლება იყოს კალმისტარი, შეიძლება იყოს კალმისტარი, შეიძლება იყოს კონიაკის ბოთლი, შეიძლება იყოს არც.
ნებისმიერი რა. ხო, 1000 ცალი უნდა იყოს. 5000 ხარზე უნდა. ან შეიძლება იყოს მიღებულება გასაგებია. 15 ცალი, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში სახელმწიფო ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევასთან სადაც აი სწორედ გვაქვს ეს პრობლემა და სადაც ერთვებოდა აქამდე არსებული პრაქტიკით შემოსავლების სამსახური. ხო, ეხლა რა შეიძლება თავში აღვნიშნე, თუმცა არ შემიძლია არ თქვა, რომ 2016 წელს ესე იგი ხარისხი ფინანსური პოლიციის თანამშრომლობისა, ხელშეწყობისა თუ კოოპერაციის უფლების მფლობელებთან იყო ყველაზე მაღალი, რაც კიდევ უშუალოდ არსებულა ამ პერიოდის განმავლობაში. რასაკურველია, მე უბრალოდ ხაზი რას მეცეკვავს, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში პროგრესი იყო, სულ მუდმივად ეს პროგრესირებდა, მაგრამ 2016 წელი იყო ისეთი წელი, რომ ფინანსური პოლიცია არამხოლოდ სწრაფად და ადეკვატურად რეაგირებდა მიმართვებზე, არამედ თვითონ თავისი ინიციატივით არაერთი დანაშაული გაუხსნია და მე უბრალოდ უცნობებია უფლების მფლობელისთვის, რომ მომზადეთ ბატონო, თქვენ გეხებათ დაზარალებული მზადებით და რაღაც პროცედურებია გასავლელი. რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან შესაძლებელიც არის და მე ვთვლი, რომ ჩვენს ამ რეგიონში ამის პრეცედენტი ესეთი ეფექტური მუშაობის არ არსებობს. სასამართლოებიც ასე ვთქვათ ტრადიციულად მიუხედავად იმისა, რომ ვადებში უჭირდა რაღაც ძირითადად ინტელექტუალურ საკუთრების სფეროში საქმის 50% დამოკიდებულია სასამართლოს მიერ მისაღებ წინასწარ ღონისძიებებზე. იმიტომ რომ თუ თქვენთვის ცნობილია, რომ ინტელექტუალურ საკუთრების უფლებები სადღაც ირღვევა, თუ თქვენ ის წინასწარი ღონისძიებების ჩარჩოებში არ დააყადარეთ, არ დააფიქსირეთ, მაშინ თქვენთვის აზრს კარგავს ამ საქმის წარმოება. ამ მიმართებით სასამართლო არის შეიძლება ძალიან მეგობრული და როგორც წესი არანაირი პრობლემა უფლების მფლობელებს სასამართლოში არც საწყის ეტაპზე არ ეკნებათ, რაც შეეხება საქმის არსებით გადაწყვეტას, იქ მოუწევთ მხარეა სამხატვრო წარმოებაში საქმე ხანისებთან ხანს. ეხლა რაც შეეხება ჩვენ ძირითად პრობლემას. დღეს საქართველოში გარდა იმ მექანიზმებისა, რომელზეც მე ვისაუბრე და ეს არის სისხლისამართლებრივი დევნა და ეს არის სამოქალაქო წესით საქმის წარმოება, არსებობს კიდევ ერთი რგოლის შემოსავლების სამსახურის სისტემაში, ეს არის საბაჟო სამსახურები, რომელიც ამ პრეზენტაციაში მათზე ყურადღება არ აქვს გამახვილებული, რომ ის მაინც საზღვარს ეხება, ჩვენ აქ უფრო შიდა ბაზარზე ვართ ორიენტირებული, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საბაჟო სამსახურიც ისევე როგორც ფინანსური პოლიციის როგორც სასამართლოები არის აი ამ რგოლის წარმატებული შემადგენელი ელემენტები, განსაკუთრებულად საბაჟო სამსახური, რომელთანაც ასევე ძალიან ინტენსიური ურთიერთობა აქვს უფლების პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში. ამიტომ ერთადერთი როლი, რომელიც დღეს მდგომარეობით და აი დეკემბერში უკვე ჩვენ შევისრულდა ერთი წელი, ამ პრობლემას შევისრულდა ერთი წელი, ეს არის ის, რომ არ ხდება ადმინისტრაციული საქმის წარმოება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევას. რაც შეეხება მნიშვნელობას. რატომ არის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული წარმოების სრულფასოვანი დამუშავება? იმდენად, რამდენადაც ეს პროცედურა არის ერთდროულად პროცედურა, რომელშიც მონაწილეობს სახელმწიფო, ამიტომ უფრო პრევენციული თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია და განსხვავებით სისხლისამართლებრივი პროცედურებისგან არის უფრო მარტივი. ანუ ამ შემთხვევაში არ არის საჭირო მოგეხსენებათ სისხლისამართლის საქმის აღძვრას და შემდეგ წარმოებას დღევანდელ დღეს ძალიან ფრთხილად გებიან, ხო, რომ ცნობება არის უფლება არ დაერღვას, ახლა ამას ნამდვილად აღიარებთ, რომ ასეა. ამიტომ იქ ხდება ძალიან ზედმიწევნით დეტალურად მტკიცებულებების დამაგრება და ამ შემდეგ სახელმწიფოსგან გაცილებით უფრო მეტ რესურსს მოითხოვს და თანაც არასდროს, როდესაც შენ ზედაპირზე ხედავ დარღვევა, შენ არ აქვს იმის გარანტია, რომ მოცულობა და მასშტაბიან დარღვევებს იქნება ისეთი, რომ ის შესაძლებელი გახდება მისი დანაშაულად დაკვალიფიცირება. ამიტომ ყველაზე ეფექტური სწრაფი გადაწყვეტა ეს არის ადმინისტრაციული
დევნა ამ დამრღვევებისა, რომლებიც ზედაპირზე ჩანან და რომთან ჩვენ როგორც მომხმარებელს ძალიან ინტენსიური შეხება გვაქვს, შეიძლება ყოველთვის. ეხლა რაც შეეხება პრეისტორიას, მინდა გითხრათ, რომ ესეც მართლაც ასწავლეთ მე ოპტიმიზმზე ვისაუბრებ თავში და ერთ-ერთი მიზეზი გახლავთ ის, რომ 2014-2015 წლის პერიოდში ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური, კერძო სექტორს ჰქონდა ძალიან პოზიტიური გამოცდილება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო დეპარტამენტთან, კერძო საგადასახადო დეპარტამენტის მონიტორინგის დეპარტამენტთან ურთიერთობისა, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ძალიან აქტიურად და ინტენსიურად რეაგირებდა ეს სამსახური უფლებისმცოდნეთა მიმართვებზე, ზოგჯერ სამ დღეში, ზოგჯერ ერთ კვირაში იგეგმებოდა შესაბამისი ღონისძიება, ფიზიკურად ეს ასე ხდება, რომ არის 3-4-3 ხო, სადაც იყიდება ეს ყალბის აფონელი და ხდებოდა ერთდროულად შესვლა, ну მე ამისას დათვალიერდა შესაბამისი პროცედურების განხორციელება. თუმცა როგორც შარშან გაიყვა, შემოსავლების სამსახურს ჰქონდა გარკვეული პროცედურული რეგულაციები, დასაწერი და შემოსავები, ასე ვთქვათ, და სამწუხაროა ამ შემთხვევაში ის, რომ ეს რეგულაციები არ იყო, არ საჭიროებდა კანონში ცვლილებას, არამედ საკმარისი იყო ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა და შარშან მას შემდეგ, რაც საგადასახადო დეპარტამენტმა თქვა, რომ ჩვენ ვაცხადოთ მორატორიუმს, წელს კიდევ ერთხელ შეგუსულდა 1 წელი და უამრავი კომპანია, რომელთანაც მაგალითად პირადად მემართ ურთიერთობა და გარკვეულ ჩემპიონს სხვა კოლეგას ელოდება ეს მექანიზმი, როდის ჩაერთვება, იმიტომ რომ მას შემდეგ, რაც ეს მექანიზმი შეშერდა, ბაზარზე მდგომარეობა გაუარესდა და ჩვენ ამას ვხედავთ ძალიან თვალნათლივ ყოველდღიურად. ამიტომ ჩვენ თუმცა მიზეზი, რომელსაც ჩვენ გვეუბნებიან, არის ის, რომ უნდა დაიწეროს რაღაც ინსტრუქცია, რატო ვერ იწერება ეს ინსტრუქცია, რატო ვერ ახერხებს ფინანსთა მინისტრი ამ ინსტრუქციის განხორციელებას, ეს ჩემთვის ცნობილი არ არის, თუ გვეტყვიან და ეს სახელმწიფო წარმომადგენლები კარგი იქნება და აქედან გამომდინარე ეს იწვევს აი იმ შედეგებს, რომელიც მოცემულია. კერძოდ ის, რომ უფლების მფლობელები ხო ვერ ახორციელებენ ადმინისტრაციულ წარმოებას, შესაბამისად მდგომარეობა ჩვენ გვაქვს განცდა, რომ ქართულ ბაზარზე არის ის, რომ ყველა მოეშვა, გამყალბებლები ძალიან კომფორტულად ვსწრობენ თავს, იმიტომ რომ მათ არავინ არ აკითხავს ბაზარზე, განსხვავებით წინა პერიოდისა და რაც თავარია და რაც ყველაზე სამწუხაროა, აი ამ გულის ამოვარდა, უბრალოდ ეჭვის ქვეშ აყენებს კი არა, შრილს აყენებს მთელი პროგრესს, რომელზეც კიდევ ერთხელ ცალკე საფატენტმა უამრავი მუშაობა, ცალკე სასამართლოები მოგახსენებთ, ცალკე საბაჟო მუშაობს, ცალკე ფინანსური პოლიცია და აი ამ რგოლის არარსებობა, როდესაც მაგალითად ვამბობ, ხო, რაცა პრაქტიკულ მაგალითს ვამბობ, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აცნობ ძალიან მსხვილ საერთაშორისო კომპანიას და ეუბნები, რომ იცი რა, საბაჟო მუშაობს, ფინანსური მუშაობს, აი პოლიტიკის წარმმართველი ორგანო, აი ასეთია, სასამართლოები ეფექტურია, მაგრამ ნუ აი ამას აი ვერ ვაკეთებ რა და ვერ უხსნი რატო. ეს არის სულად გაუგებარი. და ეს იწვევს კიდევ ამბობ, ერთია რომ უფლების მფლობელებს რა პრობლემები ექნათ, მაგრამ მეორეა რომ უამრავი სახელმწიფო დაწესებულების თუ რაზე გულის მუშაობას ადგენს სერიოზული უკაცა თუ შეიძლება თქვენ რომ 2016 წელს გააქტიურდა ფინანსური პოლიცია, მაგრამ გაჩერებულია შემოსავლების სამსახური. ეს ეგრე სადასდოა. ანუ არა, დასდე უბრალოდ იცით რა შესაძლოა ფინანსური პოლიცია დაკავებულია უფრო მსხვილი საქმეებით, იმიტომ რომ კანონი მსხვილის იდენტიფიცირება ხდება, წვრილის არ ხდება ფაქტობრივად. ხო, უბრალოდ საქმე რაშია იცით რომ როდესაც თქვენ ხედავთ რომ მაგალითად, ხო, რომელიღაც ღია ბაზრობაზე 10 სავაჭრო წერტილში ხდება მცირე რაოდენობებით რაღაცების გაკეთება. შეუძლებელია რომ ყოველ ასეთ საქმეზე მიაკითხო ფინანსურ პოლიციას და მოთხოვო რომ ფინანსურა პოლიცია ეს გამოიკვლიოს. პირიქით უნდა ხდებოდეს და ჩვენ გვქონდა ამის პრაქტიკა, როდესაც აი ესეთ საცალო სავაჭრო ობიექტებში შევსულ ვართ შემოსავლების სამსახურთან
მაგალითად და თუ კი იქ აღმოჩნდებოდა რომ რაოდენობა იყო დიდი, შემოსავლების სამსახური ამ საქმეს იღებდა და აგზავნებდა ფინანსურ პოლიციას. გამოძიებო სამსახურში აღარ არა, სამი უკაცრავად სასახლის წევრებია. ქალბატონო ეს ჩვენსაც ცოტა უცნაურია რატომ პაპატონ თაკეთებს სასაფე ატომობს იმიტომ შემოსავლების სამსახურია როდესაც დეპარტამენტის და საბჭოს დეპარტამენტი ანუ ჩვენი ასე ვთქვათ ფუნქცია რო ვთქვათ ინტელექტუალური საკუთრების უფლების ფლოდების გასაზრდა საბჭოზე ვთქვათ მოახდინოთ და გამოხორციელოთ ის კანონი და ჩვენ გვევალება ეს არის თვითონ საბჭოს და ეხლა გეტყვით ესე იგი საბჭოს და ეს არის საბჭოს დეპარტამენტის უფლებები სტატუსის სახელმწიფო და ასევე საერთოდ მონიტორინგის დეპარტამენტი რომელიც ასევე შემოსავლების სამსახურში შედის. ეხლა შეიძლება ფინანსური პოლიციის ძველი სახელი, ფაქტობრივად საგამოძიებო სამსახური და ეს არის ფინანსის სამსახურის სისტემაში შემოვიდა ცალკე საქმიანობა დაწესებულება, რომელსაც საკუთრება მოხსნება, თუმცა ეს სამსახურების საქმე არის და ამ სამსახურის კოდექსის შესაბამისად იმუშაოს. ხალხი რა თქმა უნდა გვაქვს ჩვენი ურთიერთობა მაგთან. და მე ფორმატი მაინტერესებს როგორია ჩვენი ეს დიალოგია თუ თქვათ ხდება პრეზენტაცია მეგონი და მე დისკუსია გავხდა. გავაწყოთ იმიტომ რომ ვერ გავიგე და მინდოდა რომ პრეზენტაციის რაც შეეხება პირდაპირ უარყოფით შედეგებს, ეს არის ის რომ ამის ფონზე ზიანდებიან არა მხოლოდ უფლების მფლობელები, არამედ მათი ლეგალური ბიზნესი, დისტრიბუტორები, წარმომადგენლები, რომ ცხადია რომ ბაზარზე კონტრაფაქციული საქმეების ზრდა იწვევს ლეგალურ ბიზნესში სამუშაო ადგილების შემცირებას, იმიტომ რომ იწვევს ლეგალური ბიზნესის გაყიდვების შემცირებას. აქედან გამომდინარე ზიანდება ეკონომიკა, საქართველოს იმიჯი, მოხარებათა უფლებები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ საქმე გვაქვს საკვებთან, ჰიგიენის საშუალებებთან, პირადი ჰიგიენის საშუალებებთან, მათ შორის ქონდა საქმე კონტრაცეპტივებთანაც და ცხადია რომ ეს პირდაპირ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენთაგანის უფლებაზე, რომ სახელმწიფო დაგვიწვას იმის რომ არ შევისწრებოთ ისეთი რამოდან რაც შეიძლება პირდაპირ ზიანი მოაყენოთ. ცხადია რომ ეს ყველაფერი კარგად არ მოხდეთ საინვესტიციო გარემოს. რაც შეეხება ვალდებულებებს, არც სისხლის სამართლის კოდექსში და არც ადმინისტრაციულ სამართალდამტვერთა კოდექსში ეს მუხლი ძალიან ბევრი წლის წინ ალბათ 15-16 წლის პირველი რედაქცია როცა თავისით არ გაჩნდა. ამ ნორმების გაჩენა უკავშირდებოდა საქართველოს შესვლას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში. აქედან გამომდინარე, ამ ნორმების არსებობა არის ჩვენი ვალდებულება, ისე როგორც ამ ნორმების საფრანგეთო ასრულება. შემთხვევითი ეს არის. ამიტომ არც ის არ არის შემთხვევითი, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება პირდაპირ ამბობს და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ჩვენი შესვლა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება და წოდებული ტრიპსის შეთანხმებით და ცხადია რომ შემთხვევითი არ არის რომ ასოცირების შეთანხმების 151 მუხლი კიდევ ერთხელ ამბობს და ამყარებს იმას რომ მხარეები აღიარებენ რომ ტრიპსი არის ძალიან ქმედითი ინსტრუმენტი და რომ როგორც საქართველოს ევროკავშირი ვიღებ ვალდებულებას რომ დავიცავთ ინტელექტუალურ საკუთრებას სწორედ იმ სტანდარტებით რომელსაც ტრიპსი ითვალისწინებს და ტრიპსი სხვა მექანიზმებთან ერთად ითვალისწინებს ადმინისტრაციული მექანიზმების არსებობას. სამი რა გადაწყვეტა შეიძლება ჰქონდეს ამ საკითხს. პირველი ის რომ ერთი წელი გავიდა და ალბათ დროა რომ ფინანსის სამინისტრო განაახოს ის რაც წაკეთებდა, უბრალოდ შემოსავლების სამსახურმა ფინანსის სამინისტრო უნდა ერთობლივად ის დოკუმენტი, რომელიც საჯაროთაც გაჟღერებულა, არის საჯარო შეკრებას და ფორუმზე თურმე პროექტის სახით არსებობს, მაგრამ ჩვენ არავინ არ გაჩვენებს, კერძო სექტორს ამას არავინ არ აჩვენებს, არავინ ამას არ ეკითხება და ამის რატო ხდება ეს პროცესი, რატო დამოუთ, იმიტომ რომ ეს არის დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც კერძო სექტორი ხვალ უნდა მივიდეს შემოსავლების სამსახურში და მოითხოვს რაღაცების განხორციელება. ამიტომ რატო არის საჭირო რომ ეს იყოს დამალული ჩვენთვის ეს გაუგებარია. სწორედ მეორე
რეკომენდაცია არის ის, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, რომ ამაში მიეცეს საშუალება დაინტერესებულ პირებს, რომ გამოთქვან მოსაზრება პროექტთან მიმართებაში, ვიდრე ფინანსთა მინისტრი ამას ხელს მოაწეს. და მესამე და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვერაფრით ვერ მოხერხდა შემოსავლების სამსახურთან შეთანხმების მიღწევა თუ რაღაც არის გარკვეული ნორმათა კოლიზია, მიუხედავად იმისა, რომ მაგალითად მე პირადად როგორც რამდენიმე კომპანიის წარმომადგენლებს მიღებული მაქვს მონაწილეობა შემოსავლების სამსახურის დახმარებით სადაც 20-მდე ამ ადმინისტრაციულ წარმოებაში, არც ერთ შემთხვევაში კომპანიებს, რომელთა უფლებების დასაცავად ხორციელდება, არანაირი ცნობა არ აქვს, არანაირი დოკუმენტი. ანუ, მაგალითად, მე ვეუბნები, რომ კომპანია Toyota-ს, რომელსაც თქვენ ასე წარმოგიდგენთ დაეხმარეთ, როდესაც გიხართ მადლობას, ჭირდება რაღაც დოკუმენტური დადასტურება, რომ ვიღაცას ადმინისტრაციული სამართლის დაბომბვის ყოფი ვიღაცის მიმართ შედგა. ან ჭირდება, რომ დარწმუნდეს, რომ ეს მომხდარი ფაქტია. ან ჭირდება სასამართლოს დადგენილება, რომელმაც შეუხარდა ადმინისტრაციული წარმოება. ამაზე შემოსავლების სამსახურის პასუხი არის, რომ ეს არის გადამხდელის კონფიდენციალური ინფორმაცია. თუმცა ეს ხდება იმის ფონზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსის შეარსებობს 229 თვალსაჩინო, რომელიც იცნობს ადმინისტრაციულ პროცესში დაზარალებულ ცნებას, რომელსაც ანიჭებს უფლებას, რომ გაეცნოს ადმინისტრაციული სამართალდამცავების საქმესთან დაკავშირებულ ყველა მასალას. თუმცა შემოსავლების სამსახური უთითებს საგადასახადო კოდექსის უფრო ახალ ნორმას და როგორც ის მინიშნავს სპეციალურს, რის საფუძველზეც არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, თუ რა კარგი საქმეები გააკეთა შემოსავლების სამსახურმა არ არსებობს. არავისთვის ხელმისაწვდომი გარდა თავად შემოსავლების სამსახურზე. ეს არის პრობლემა, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ აკეთებდე კარგ საქმეს და ამ დროს თან ერთის მხრივ რაღაც ნორმა გაძლევს ამის საშუალებას და უფლების ფლობას არ აძლევდა იმის დასტურს, რომ შენ მართლა რაღაც გაიკეთებია, რა უფლი შეგიძლია ან ნებისმიერი სხვა რა. ესეც პრობლემაა და ალბათ თუ რაღაც დისკუსიის რეჟიმი და დიალოგის რეჟიმი შედგება, კარგი იქნება ამის გათვალისწინებაც მოხდეს. და ბოლოს რითაც მინდა დავასრულო, არის ის, რომ თუ სახელმწიფო ეს პრობლემა მუდმივად იარსებებს, რაც გამოიწვევს უფლების ფლობელობის მუდმივ უკმაყოფილებას და სახელმწიფო რესურსების ხარჯვის მუდმივ აუცილებლობას. თუ სახელმწიფო არ დაიწყებს კიდევ უფრო ეფექტურად ბრძოლას, რაც უნდა გამოიხატოს იმაში, რომ სახელმწიფო როდესაც შედის ამა თუ იმ მეწარმესთან, არ აქვს მნიშვნელობა სისხლის სამართლებრივი წესით ხდება თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი წესით და ახდენს რაღაც რეაგირებას, ამოღებას, ამის დაკავებას თუ დაყალიბებას, სახელმწიფო აუცილებლად დაინტერესებს წარმომავლობის წყაროებით. და ეს ინფორმაცია კიდევ დისკუსიის თემა, მაგრამ ამ ინფორმაციის გაზიარება უფლების ფლობელთან თუ არ მოხდა, საიდან მოდის, ჩინეთიდან მოდის გაერთიანებული საამერიკო და ვინარი გამოგზავნა. ამ ყველა სულ კომპანიას აქვს იმის რესურსი, რომ იქ ადგილზე მიიღოს გამოგზავნების წინააღმდეგ რაღაც ზონები, რომ რითაც ცხადია, რომ ჩვენკენ ნაკადის შემცირდება, მიმართვების რაოდენობა შემცირდება, სახელმწიფოს და რესურსის ხარჯვაც შესყიდება. მითია, რომ ჩინეთი დიდია და ჩინეთს ვერაფერს ვერ უზავ. იმიტომ რომ ძალიან ხშირად იმ სულ კომპანიებს, რომელთანაც მე ვმუშაობ, მაგალითად ეს არის Bayer, ეს არის Toyota, უფრო აინტერესებს საიდან მოდის, ვიდრე ის მათთვის მცირე რაოდენობა, რომელიც საქართველოში შემცირდება. და ჩინეთში ვერაფერს ვერ ვიზავ, ეს არის მითი, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტულ ტრეიდერებს თუ საწარმოებს ჩინეთის მთავრობის ხარდაჭერით ეს კომპანიები და ჩინეთის მთავრობას ეწოლით ეს დასავლეთი პარტოგაკებით ახერხებს რომ ხშირ შემთხვევაში დაახლოს. ამიტომ აი ეს იქნებოდა მესამე ასე ვთქვათ კომპონენტი აი ამ შემდგომი განვითარების. დამასუსტებელში. მე კიდევ ზოგადად მიგიხარდა რომ ანუ თქვენ საბაჟო საერთოდ დაიგნოთ ამ იმაში და იქ ნორმალურად არა, დიახ, მე არა საბაჟო არ დამიიგნორებ, მე ვთქვი რომ საბაჟოზე ყველაფერი ნორმალურზე კარგად არის, თუ ნორმალურად არის, ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ საბაჟოზე იმდან არ გავამახვილებ, უბრალოდ რამდენად საბაჟო არ არის დაკვირვებული შიდა ბაზარზე მიმდინარე. იქ არ არის შეჩერება და რაღაცები, იქ ხდება შეჩერება. არა, ერთი წელი რო
არ მუშაობებული გამოსახა, იქაც ხო არ არის. არა, საბაჟო. ანუ იქ ჩვეულებრივად ყველაფერი წესი. და ისინიც არ აკეთებენ იდენტიფიცირებას იმის, ვინც საიდან მოდის. ხო აკეთებენ. საბაჟო კი, საბაჟო აკეთებს. ნუ ვიცით როგორი სიტუაციაა. ეს საბაჟოს ფუნქცია პრობლემა გააფიქსიროს უფლებისმოყოლს აცნობს, მერე უფლებისმოყოლის ამოცანაა რომ მოიპოვოს მათ შორის ინფორმაცია საიდან მოდის. ეს შეიძლება იმპორტიორს გამოარკვე ნებაყოფლობით, თუ არა გამოითხოვო სასამართლო წესი. თუ კი სასამართლოში მიდიხარ, ამის მოპოვება შეფის პრობლემას არ წარმოადგენს. ძალიან დიდი მადლობა და გადაუხადოთ ეთიოპიის საინტერესო პრეზენტაციისათვის. მე ასე გამოგზავნილი იყო ალბათ თქვენს დაგირით და თვითონ მოგზავნილ პეიპერი რაც გაკეთებული იყო. რაღაც ჩემთვის მართალი გითხრათ ცოტა მოულოდნელი იყო ის პრობლემები რაც აქ გაჟღერდა ამ პეიპერში ანუ აქცენტი ამ ჩვენ შემთხვევაში იყო DCFTA-ს დაგებული ვალდებულებების შესრულების ანალიზი. თქვენ ახლა ბატონო გიორგი არ გითქვიათ ამ პრეზენტაციაში პირველ პრობლემაზე გაამახვილეთ ყურადღება, თუმცა მე მაგალითად თვალში მოვხვდა რომ თქვენ აქ იძახით რომ საბაჟოს აკისრია ex-officio უფლებების აღსრულება, ვალდებულება არის და ის ამას არ აკეთებს. აი ამ ის რაც გამომიქცა. არა, revenue service. Revenue service, შემოსავლების სამსახურს. ხო, საბაჟო არის გულისხმობა. არის მონიტორინგი. ex-officio საზღვარზე აბა რა გასწავლოთ, რომელ გვერდზე გიქხულობ შეგვიძლია რომელი. ვერტიგალარი და აი, აქ წერია. It should be outlined that despite the fact that revenue service is obliged to act ex officio and conduct raids without prior involvement from the right holders. ხო, მე საბაჟო რა შორის. ანუ საბაჟოს არ ეს საბაჟო იდეც არ არის. ხო. კონტრ გამკვირდა იმიტომ რომ ex officio ჩვენ გვიდგება ეხლა არა 18-ში DCFTA-ს გაფარისინებული ვალდებულებების კუთხით. ჩვენ კოლეგებს მაშინ ვთხოვა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები და საკმაყოფილებელი არიან, ისინი უფრო კომპეტენტურები არიან ალბათ ამ შემთხვევაში დისკუსიაში ჩართვაში ბატონო სამსო. არა, ჯერ მგონი საფრთხის შემოსელებაც არის, ხო? ჯერ მოსმენს ინტელექტუალურ საკუთრების ეროვნულ ცენტრს თავმჯდომარის მოადგილეს, კოლეგის და სანამ სოფო დაიწყება ჯერის პრობლემის სიტუაცია მოსამართლეთან დაკავშირებით, ზოგადად სოფო შეეხება იმ ყველაფერს, რა ვალდებულებების DCFTA გაკეთებული და როგორ ვასწავლოთ. მე მინდა თქვა ის რომ ძალიან მოხარულები ვარ ისე რომ პრობლემატიკა ეძლევა საქართველოს საფრთხეს მოშორების შემოიღება იმით, რაც იყო აღნიშნული. ეს არის გარკვეული ტექნიკური პროცედურა ქართულ სეგმენტში, რომელსაც ძალიან მალე, ასე ვთქვათ, დაესმება წერტილი. შესაბამისად, განაჩენი არის უამრავი სფერო, უამრავი მიმართულება, სადაც ის პრობლემები წარმოქმნილი შესრულდა. და პირველ დეკემბერს Trade Configuration Committee ჩავატარდა. ევროპაში და ევროპაში პირდაპირ აღშარდა ჩენჩები და პროცესებში არა. ის გამოწვეულია იმითი, პირდაპირ რომ საკპატენტი არა მარტო, საკპატენტის ოფისის ძალიან ბევრი წება, კერძოსებთან ერთად მუშაობს ძალიან ჭიროა, აქტიურად ინდუსტრიის პროგრამები მოგვიყვანს. რაც შეეხება იმ პრობლემებთან და ბატონო გიორგი გააკეთა დისკუსიისას მას კიდევ დეტალურად გამიხილოს. ამ საგადასახადოს ნაწილში უბრალოდ გამართა რატომ მოხდა ის, რომ გარკვეულწილად ამის ოფისის მიღების ვალდებულება იქნება, რადგან არ იყო გაწერილი ის წესი, როგორ უნდა მომხდარიყო ამ პოტენციება, ფორმალურად ხდებოდა სხვანაირად ასე ვთქვათ დაწყება საქმის და მერე გადმოთვა საკუთრების სფეროზე. რადგან ეს იყო პრობლემა, ჩვენ ბიზნეს ომბუდსმენთან ერთად შევჭერდით იმაზე, რომ შევექმნას სასამართლო რეგულაცია. აიცელა შეიძლება დროში, მაგრამ ეს რეგულაცია ძალიან მალე იქნება ძალაში და ეს ყველაფერი გაგრძელდება როგორ ამის დაუსვა ფაზე, და პრობლემა ჩვენ პრობლემას ჩვენ არასამთავრობო სექტორთან წარმოქმნილი უკა კერძო კომპანიებთან შეიძლება ამას ახასიათებთ ეს დაგვეყენა თამაში პრობლემა დგას ორი. პირველი სახელმწიფო ნაციონალურ კარგად მუშაობს, სოფლიოს პრაქტიკა ჩვენებს 5-დან 7% გამიგან პროგრამულად სახელმწიფოს წილი ზოგადად მონახავსებთან მზოლის წინააღმდეგ. განაჩენს კერძო სექტორზე და კერძო დარგს. ესე და მეორე იმ 7%-ში კი რასაც სახელმწიფო აკეთებს, თუ კერძო სექტორის ინიციატივა არის და თუ გამოხმოვება არის, ეს საქმე იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი.
რამდენიმე მაგალითი დავასახელებ. ეხლა სოსოს ველაპარაკე ზუსტად სამსოს სანამ აქ შემოვიდოდი და საბაჟოზე არის გაჩერებული კონიაკი მაგალითად 5000 ბოთლი ევროკავშირის და BCT-ის ხელშეკრულების პარტნიორში. რეაქცია ნული კონიაკი კომპანიიდან დღემდე გავიდა 10 დღეზე მეტი. გაჩერებს ფინანსურმა პოლიციამ გააჩერა როცა ჰენკელის კონტრაფაქტული პროდუქცია. თქვენ ნახევარი დაჭირდა საფრანგეთს იმისთვის საფრანგეთს და ამიტომ ფინანსური პოლიცია თვითონ დაუკავშირდებოდა დაგვეცნობინა ჰენკელის წარმომადგენლობამ დაუწყეთ რეგიონალური თანხმობით და ბოლოს გავეთ გერმანიაში რომ ცირა შენი პროდუქცია გაჩერებული კონტრაფაქტული საფრანგეთი პედაგოგიზმო თუ შენარჩუნებულად დამიდასტურება კონტრაფაქტია. ეს არის პერიოდული პრობლემა. ამიტომ ერთია რომ სახელმწიფო მუშაობს და მეორე რომ თუ ამ კერძო სექტორი არ ამუშავებს და რეაქცია არ წამოვიდა კერძო სექტორიდან ერთი კერძო ინიციატორი თვითონ მოძებნოს და შევატყობინოს სახელმწიფოს და მეორე ჩვენ რომ მოძებნით და შევატყობინებთ პასუხი დროზე დაგვიბრუნვა იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში აი თქვენთან ერთად მინდა ეს დავაფიქსიროთ რამაც ფინანსური პოლიციას ამოსაუბრე ძალიან დიდი რისკის დგას ფინანსური პოლიციის იმიჯი იმიტომ რომ იმავე ეს პროდუქცია აჩერებს და მე კერძო სექტორიდან რეაქცია არ იყოს ის გაჩერებული პროდუქცია ბიზნესისა მე ეს ბიზნესი ისეთ გაუშვებთ ფინანსური სფერო ატომს არ აინტერესებს და შენ მე ვიქნე ხელოვნურ ბარიერებს ჩემს ვაჭრობაში და ჩემს ასე ვთქვათ წარმოებაში იმიტომ რომ ევროპაში ერთი რამე არის ხომალდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ საქართველოში ინტელექტუალურ საკუთრების სფეროში დარავებულობს ეს არის მარტო ინტელექტუალურ საკუთრების სფეროში პროექტის დარავა ან ის ლეგენდა და მითი რომელსაც ევროპა გვეუბნება რომ ეს ადამიანი თან გადასახადს არ გადაიხდის თან არალეგალურად მუშაობს და შემდეგ ეს ხდება ევროპაში ამ კონტრაფაქტულ საკუთრებას ვაჭრობს ის ამასთან ფარავს გადასახადებს და ასე საქართველოში ეს დანაშაული შოუ აღარ ის კაც გადასახადსაც ის პარტიას არ გადადებდა სვანეში სვანე პროექტი იმაში შეიძლება ისეთი გადამხდელი იყოს კარგი და ასე შემდეგ უბრალოდ არგვებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს აქედან გამომდინარე ესეთი ადამიანი როდესაც ჩერდება სახელმწიფოს მხრიდან და საბოლოოდ ვერიებს პასუხად იმას რომ მართლა შეაწუხა უფლების პრობლემა ნუ არის ის ლოგიკური კითხვა შენ სახელმწიფოზე რა გინდა როდესაც აგენკები არ გაგზავნებდა შენ საგეუბნება ეს და არ გამოდის კონტრაქტზე ანუ ეს არის პრობლემა რომელიც მე მინდოდა რომ თქვენთვის დამეზიარებიან პროფესიონალ არასამთავრობო სექტორს სავარაუდოდ ხდებით კერძო კომპანიებსაც და თქოთ ეს სიტყვა მიიტანოთ გამზე იმიტომ რომ ადრე თუ გვიან უკაცრავად ეს პროექტი გაშენდა იმიტომ რომ იმ საბაჟოს ჩამონათვალში საბაჟოს რეალიზაცია გარეთ ამში ბაზარში საგამოძიებო სამსახური შევიდა რაღაც სუპერმარკეტის ქსელში თქვა და აღმოაჩინა რომ ვიღაცამ შეიტანა იქ ტექსტილი რომელიც არის კონტრაფაქტული არ არის რეალური გაუშვდა ეჭვი გააჩერა ეს საკონელი ასე და მიწერა ენკელს რომ იცით რა ამ მაღაზიაში ამ თქვენი საკონელი დევს ან არ დევს ან თქვენი არ არის თქვენი და გთხოვთ გამოხოთ პიროვნება რომელიც მოვა შეამოწმოთ და დაადასტურებს რომ ეს კონტრაფაქტული არის თუ არა თქვენ ახევარი როდესაც შეიძლება რომ კონკრეტულად დავარჩენოთ რომ იცი რა ჩამოვიდა საქართველოში ხელი გაანძრია შენი უფლებების დასაცავად და რა პრობლემა იმიტომ რომ ის საქმე ჯერ ერთი რომ გამოძიებელი საქმე და სტატისტიკას ემატება მეორე ის რომ ბიზნესი უკვე ხელავს და იძახის რომ რა ხდება სახელმწიფოს რა ინტერესია გამოსთან დაკავშირებით და მესამე ის რომ ეს რესურსი რომელსაც გამოძიების მოსაუბრად ხარჯავს შეიძლება არ დაგხარჯა ენკელზე და დაგხარჯა ყველა ის საქმე რომელიც წერტილია და საჭირო ვაცავდა თვითონ კომპანია ეს ენკელი თუ გასწრებია რა ინტერესები ატარა ბაზარია ჩვენ არაინახლებად თუ პირველი ატარა ბაზარია და მეორე ან სამწუხაროდ ვერ გავზარდეთ ცნობადობა კერძო კომპანიაში ჩვენ არა ვართ CIA-ის countries ჩვენ არა ვართ რაღაცა Eurasian რაღაცა ფავრისა რაღაცა გაერთიანებული რაღაცა და არა ზოგადად რომ საქართველოში შეიძლება ეფექტურად განახორციელოს შედეგები ან საქართველოს უკაზე ხედავთ უკრაინის სომხეთის აზერბაიჯანს რუსეთის გვერდზე და ფიქრობ რომ რაც იქ ხდება იქ ხდება და რა აზრი აქვს საერთოდ აკარფი არ გამო ეს ორი მომენტია ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ რომ ეს არ იყოს დავდივართ ყველა კერძო გამოფენა იქნება თუ შეკრება ამ ხალხის და ეხლა რუსეთში თავისის გამოგებენეთ რომ კინოს პროდიუსერებს შეხვედრობთ და MPA-საც რომ დაგვერწმუნებინა ეს ყველა რომ იცი რა საქართველოში შემოქმედების ასრულება შესაძლებელია ადგილად მაგრამ მათ სახელმწიფოს ვერ აკეთებთ თქვენს თუ დაუხმარებთ ამ საქმეში ძალიან კარგი რასაკეთებს სახელმწიფო საზოგადოებრივად ეხლა გამოსავალს შეხედოთ ეხლა ის კომპანია არ ინტერესდება რა უხოშინებში ამასავალს ერთადერთი ხედავ რომ დამაინტერესებს ეს კომპანია ის კომპანია თუ არ დავაინტერესებს საქართველოში იქნება კატასტროფული სიტუაცია იმიტომ რომ მარტო ქართული ინტელექტუალური საკუთრების ჩვენ სისტემას ვერ გავასწორებთ აქ თუ საერთაშორისო კომპანიების პროდუქცია გაიყიდა ყველანაირი და მარტო ქართველების უფლებების დაცვა დავიწყეთ ეს შეუძლია თუნდაც იმიტომ რომ სისტემა არ არის ვინ დაინტერესებს ახლა არასამთავრობო სექტორი დაინტერესებს კომპანიებს ყველამ ერთად გარკვეულ კონზერვებით საგანო ამ ფარგლების კუთხით და ჩატარებულ ცნობადობის გაზრდა
სახელმწიფოთა შორის დიალოგში უნდა ყოველთვის ვაკეთებ ამ საკითხს და ეხლა Trade Configuration Committee-ზე ეს საკითხი დავაყენეთ ევროპას პირდაპირ ისინი ძალიან ხალხს არ დაიშურებდნენ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ახლა ამის კიდევ ერთი საშუალება არის ის, რომ კომპანიები ძალიან ხშირად ხვდებიან ერთმანეთს და ძალიან ინტენსიურად იცვლიან ამბებს. მაგალითად, მე შემიძლია ჩემი გამოცდილებით ვთქვათ, რომ კომპანია Toyota-ს შემოსვლას და საქართველოში Toyota-ს ალბათ ნაწილებზე ძირითადად საუბარი განაგებს Toyota Motor Europe, რომელიც ბრიუსელში ზის. მოყვა კომპანია ლევისის პროექტი ისიც ევროპული ოფისიდან და მარტო მიზეზის გამო რომ ეს ხალხი სადაც გადაიგვეთა ერთმანეთთან და ამან იმას კითხა და იმან უთხრა რომ აი საქართველოში ესეთი ამბები. ამიტომ ჩვენს ფორმაში უნდა ვიყოთ. მე მესმის ის რასაც ნიკა ამბობს ეს ცნობილი პრობლემაა ვეთანხმები, მაგრამ აქეთ ხარესაც მე არ უნდა ვეუბნებოდი კომპანია Toyota-ს რომ ერთი წელი აი გასაუბრეთ ინსტრუქციას წერა. ესეთ რაც არ უნდა საწენია უბრალოდ. ეხლა იმიტომ კი კრიტიკის პუნქტი კი არა, მოდი ვთქვათ რომ ყველა ერთ სივრცეში ვარ, ხო? ეს რაღაც უბრალოდ არის საწენი, რომ არ ახდენს კარგ გავლენას. ამიტომ სახელმწიფოს სულ მაქსიმალურ ფორმაში უნდა იყოს, თუმცა ნიკას კრიტიკაც რასაკვირველია პრობლემის საშუალებით. მაგრამ კერძო სექტორის აქვს არ იქნება ციდან. აი, სოფლის მოგესალმებით, პირველ რიგში მე ვარ სოფლომუზეის საპატენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპატენტი არის საჯარისამოსი პირი, რომელიც ინტელექტუალურ საფუძველს უფლებების დაცვას ახორციელებს ქვეყანაში, განსაზღვრავს ასევე პოლიტიკას და ასევე DCFTA-ის სამოქმედებითი საზღვაო ვალდებულებები, რაც ინტელექტუალურ საფუძველს ეხება, ესეც ჩვენი ვალდებულება არის. დღეს ბატონო გიორგი მისაუბრა ახლა იმ პრობლემებზე, რაც არის ინტელექტუალურ საფუძველს უფლების აღსრულებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს მისაღები ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ, მაგრამ მე მინდა ასევე პროგრესზე ვისაუბრო, რაც ჩვენ მიმართულებით გვაქვს, იმ ვალდებულებებზე, რაც ჩვენ აღებული გვაქვს DCFTA-ის ფარგლებში და ცოტა პოზიტიური საკითხებიც განვიხილოთ, იმიტომ რომ მართლა გვაქვს მიღწევები ჩვენი კუთხით და ძალიან სასიამოვნოა ასეთი შეფერების მოწყობა და მნიშვნელოვანი, რომ სამოქალაქო საზოგადოებაც გაიგოს თუ რას ვაკეთებთ სახელმწიფოს, კონკრეტულად ჩვენ სფეროში, რა მიღწევები გვაქვს, რა თქმა უნდა, პრობლემებსაც აუცილებელია რომ ვისაუბროთ და გავცნობოთ აზრები და რა შეიძლება კიდევ უკეთესად გაკეთდეს. DCFTA-ის ფარგლებში ჩვენ გვაქვს აღებული, რა თქმა უნდა, ინტელექტუალურ საკუთრებათა DCFTA-ის ერთ-ერთი ნაწილს წარმოადგენს, მეცხრე თავმჯდომარე ინტელექტუალურ საკუთრებას ეძღვნება და მე აქ სულ მოკლედ ვიტყვი იმ მნიშვნელობაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს ზოგადად ინტელექტუალურ საკუთრებას ევროკავშირისთვის. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არამატერიალური აქტივია, რომელსაც კომპანიები ფლობენ, თუმცა უკანასკნელი ევროკავშირის ინტელექტუალურ საკუთრების უწყების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად ესეთი შთამბეჭდავი ციფრები გვაქვს, როდესაც ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული კომპანიების როლი ევროკავშირის ეკონომიკაში ძალიან დიდი არის, დასაქმების 25.9%-ს უზრუნველყოფს, ასევე GDP-ის 38.6% ზუსტად ასეთ კომპანიებზე მოდის და იმპორტირებული და ექსპორტირებული საქონლის 88 და 90%-ია სწორედ ინტელექტუალურ საკუთრებაზე დაფუძნებული კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციაზე მოდის. შესაბამისად, როდესაც კომპანია აწარმოებს რაღაცა საქონელს და ექსპორტზე გადის, მათ ყველა ვარიანტში ეს არის ფლობენ ინტელექტუალურ საკუთრებას და ასევე 2 მილიონი კომპანიაზე შეჩატარდა გამოკითხვა ევროკავშირის მანძილზე, სადაც გადგინდა, რომ ასეთ კომპანიებში, რომლებიც ინტელექტუალურ საკუთრებას გენერირებენ და ფლობენ, შემოსავალი 30% და 29%-ით მეტი არის ვიდრე სხვა კომპანიებში, სადაც ინტელექტუალურ საკუთრება მნიშვნელოვანი არ არის, ისინი არ ფლობენ და ხელფასებიც კი უფრო მეტი არის. ამიტომ კომპანია, რომელსაც სახელმწიფოსგან გამოგონებები ან რაღაცა ავტორობებთან დაკავებული, ასეთ კომპანიებში ხელფასებიც უფრო მეტია. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, ქვეყანაში ინტელექტუალურ საკუთრება იყოს სათანადო დონეზე დაცული და ამიტომაც ეს იყო შეტანილი ასოცირების დღის წესრიგში და DCFTA-ში. ამ მიმართულებით სამი ძირითადი მიმართულება არის, რაც ვალდებულებაც ჩვენ გვქონდა DCFTA-ის ფარგლებში, რომ უნდა უზრუნველყოფილიყო
სათანადო დონეზე ინტელექტუალურ საკუთრების დაცვა, ასევე გამართული სასამართლოს ფუნქციონირება და რა თქმა უნდა საზოგადოების ცნობიერება ამ მიმართულებით. ჩვენ რაც შეეხება ჩვენ საკანონმდებლო ბაზას ასოციაციების ხელშეკრულების მოპარაკების დაწყებამდეც საკმაოდ კარგი საკანონმდებლო ბაზა ჰქონდა ინტელექტუალურ საკუთრების მიმართ, თუმცა იყო რაღაც პატარა ხარვეზა და განსაკუთრებით ეს ეხებოდა აღსრულების მექანიზმებს წინასწარ მონისტირების სასამართლოში დასთან დაკავშირებით პატარა პრობლემები არსებობს და ცვლილებების პაკეტი უკვე მომზადებულია, უკვე წარდგენილია მთავრობაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში ეს ცვლილებები უკვე შევაძალაში და ის პრობლემები, რაც გიორგი საუბრობს, კიდევ უფრო უკეთესად იქნება ჩვენ საფუძველზე კანონმდებლობაში გაწერილი და აღმოიფხვრება და მომავალ წელს აღარ გვექნება ასეთი გაჩაღების ფარგლებში ამაზე დისკუსია. სასამართლო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას რაც შეეხება ამ მიმართულებითაც აკპატენტი ძალიან აქტიურად მუშაობს სასამართლო კორპუსთან, ჩვენ მოსამართლეებისთვის ყოველდღიურად გვაქვს შეხვედრა სხვადასხვა ორგანიზაციის მეშვეობით ხორციელდება, უახლოახანს წინაპირას ჩამოვედი კორეაში ვიყავთ სასამართლო წამყვანები სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე საავტორო უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით სემინარზე, ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო ჩვენთვის და გვაქვს მუდმივი შეხვედრები მათთანაც განვიხილეთ ის პაკეტის ცვლილებების, რაც ინტელექტუალურ საკუთრების კანონმდებლობას ეხებოდა და შესაბამისად ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ. რაც შეეხება ინტელექტუალურ საკუთრების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით, ესეც ძალიან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ცნობიერების ამაღლება საჭიროა როგორც უფლებების მფლობელებში, ასევე იმ ადამიანებში, ვინც იყენებენ ინტელექტუალურ საკუთრების დაცულ ობიექტებს, თუმცა ერთის პირველად მართული უკვე საუბარი იმაზე, რომ კი ბატონო პრობლემა არის და შეიძლება უკეთესი enforcement უნდა მოხდეს და უფლებების აღსრულება ინტელექტუალურ საკუთრების ობიექტებში, თუმცა მეორე მხრივ შეიძლება უფლების მფლობელები არ არიან დაინტერესებული და ქვეყანაში პატარა არის, მათ არ აქვთ ინფორმაცია თუ რა მექანიზმები არსებობს საქართველოში მათი უფლებების დაცვის მიმართულებით და შესაბამისად საჭიროა მათი ცნობიერების ამაღლებაც. და ამ მიმართულებით საკპატენტს წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი მონისტირება გვაქვს ჩატარებული და განხორციელებული უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით შეიქმნა საკპატენტთან ინტელექტუალურ საკუთრების აღსრულების საკოორდინაციო საბჭო, სადაც გაერთიანებული არის ყველა უწყება, რომელიც ქვეყანაში ინტელექტუალურ საკუთრების უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებით არის პასუხისმგებელი, დაწყებული ეკონომიკის სამინისტროდან, ასევე არის ფინანსური შემოსავლების სამსახური, პროკურატურა, ყველა ეს უწყებები, რომლებიც აღსრულებას ახორციელებენ, ასევე ბიზნეს ომბუდსმენის ხალხი წარმოდგენილი, კულტურის სამინისტრო და ამ საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა საკმაოდ ეფექტური იყო წლების მანძილზე. ჩვენ ასევე ყოველწლიურად